პრემია მხოლოდ მანდილოსნებს სარვამარტოდ საჯარო სამსახურების ბიუჯეტიდან 49,250 ლარი გაიცა. აჭარის განათლების სამინისტროს გარდა ჯილდო ყველა სამთავრობო უწყების ქალბატონმა მიიღო, თუმცა რამდენიმე შტატგარეშე თანამშრომელზე პრემია არ გაიცა. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრემიები მხოლოდ დამსახურების მიხედვით უნდა გადანაწილდეს და არა დღესასწაულების გათვალისწინებით. თემაზე სულხან მესხიძე მუშაობდა. დედის და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში ბრძანება 7 მარტს დაიწერა. ბრძანების თანახმად უწყებაში დასაქმებულ 44 ქალბატონს პრემიის სახით 250 ლარი დაერიცხა, თუმცა 200 ლარი მიიღეს. დღესასწაულთან დაკავშირებით პრემია არ მიუღია მთავრობის აპარატში დასაქმებულ 2 ქალბატონს, რადგან ისინი შტატში არ ირიცხებიან. პრემიისთვის ბიუჯეტიდან 8800 ლარი დაიხარჯა. საჯარო სამსახურებზე ქალბატონებზე გაცემული იქნა პრემია 250 ლარის ოდენობით სარვამარტო პრემიის სახით. ეს არის პირველი შემთხვევა მთავრობის აპარატის და ზოგადად საჯარო სამსახურების საქმიანობაში. ანალოგური შემთხვევები იყო გასულ წლებში. მანდილოსნებისთვის 9000 ლარი დახარჯა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. აღნიშნული თანხა სულ 36 ქალზე გადანაწილდა. 250 ლარიანი პრემია უწყების 6 შტატგარეშე თანამშრომელს არ შეხვდა. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სარვამარტოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დასაქმებულმა ქალბატონებმა, რომლებიც შტატით ირიცხებიან სამინისტროში, მიიღეს სამინისტროსგან პრემიის სახით 250 ლარი. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულომ 25 ქალს პრემიის სახით 150 ლარი დაურიცხა. საბოლოო ჯამში ბიუჯეტიდან 3950 ლარი დაიხარჯა. სხვა უწყების მსგავსად აქ პრემია 3 ქალბატონმა ვერ მიიღო. რომართან დაკავშირებით მანდილოსნებს გაუკეთეთ წახალისება. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით გამოიყო თითოეულ მანდილოსაზე 150 ლარი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წელს საპრემიო ფონდიდან ეკონომიის ხარჯზე 34 ქალბატონზე 100 ლარიანი პრემია გასცა. ბიუჯეტიდან 3425 ლარი დაიხარჯა. საპრემიო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, კომისიური გადაწყვეტილება საპრემიო ფონდში რათანხმაც ეკონომიის ხარჯი რათანხმაც იყო და რისი გაცემის საშუალებაც იყო, გავაცეთ ეს მცირედი დახმარებას და არქვევთ თუ პრემიას და არქვევთ იმ დღის აღსანიშნავად. ეს არის ხელზე მიიღო ქალბატონმა 100 ლარი. საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის ეს მანკიერი სისტემა უნდა შეიცვალოს, რადგან პრემიები მხოლოდ დამსახურების მიხედვით უნდა გაიცეს. აცხადებენ ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში. საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის ეს მანკიერი სისტემა უნდა შეიცვალოს, არ უნდა ხდებოდეს პრემიების გაცემა დღესასწაულთან დაკავშირებით, არამედ იგი უნდა იყოს სამსახურებრივი მიღწევების გათვალისწინებით. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ხელშეკრულებით იმყოფებიან დასაქმებული საჯარო სამსახურებში, ვფიქრობთ, რომ თუ სხვა პირთათვის არსებობს დღესასწაული, ამ პირებისთვისაც შესაძლებელი იყო, რომ გაცემულიყო პრემია, რადგან პრემიის გაცემა არ ხდება საჯარო, ასე ვთქვათ, სამსახურში სამსახურებრივი მიღწევების გამო, ერთიანად უნდა გაიცეს ყველა პირზე. პრემიები მარტში აჭარის უმაღლესმა საბჭომაც გასცა. 40 ქალბატონმა 100 ლარიანი პრემია მიიღო. ბათუმის მერიის 123 თანამშრომლისთვის 18450 ლარი დაიხარჯა. პრემიები არ მიუღია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლებს.